მოგესალმებით ვანოს შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემის წარმოდგენია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. როგორც იცით უკვე რამდენიმე თვეა ყველა გადაცემას ვიწყებ უკანონოდ დაკავებული პატიმრების სოლიდარობის ძვირფასო ტელემაყურებლებო. უკანონო პატიმრებს შორის არის ჩვენი გუნდის წევრი ონისე ცხადაძე. ორი დღის წინ ქართულმა ოცნებმა და ქართულმა სასამართლომ გამართა რეჟიმის პატიმრების ეს პროცესი, რომელზეც მოსამართლემ უმიზეზოდ და უკანონოდ კვლავ პატიმრობაში დატოვა ეს ადამიანები. და კვლავ მინდა სოლიდარობა გამოუცხადო რეჟიმის უკანონო პატიმრებს ონისე ცხადაძეს, ანდრო ჭიჭინაძე და ყველა იმ ადამიანს, რომელიც გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების გამო უკანონოდ ყავთ დაპატიმრებული სისტემას. მალე თავისუფლებას უსურვებთ. საინტერესო დეტალი ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ წინა დღით საქმის მოსამართლე შეიცვალა და დაინიშნა ვინმე შვანგირაძე. მოსამართლე შვანგირაძე. ალბათ გაინტერესებთ, როგორ იცნობს ზემოთ ხსენებულ საქმეს ახალი მოსამართლე. ნახოთ ინფორმაცია ძვირფასო ტელემაყურებლებო. მოსამართლე შვანგირაძე ირწმუნება, რომ სინდისის პატიმრების 13 ტომიან საქმეს ერთ ღამეში გაეცნო. რა პრობლემაა? მოსამართლე ერთ ღამეში გაეცნო და იმედია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. აი, დაახლოებით ასეთი სისწრაფით უნდა ეკითხა 13-ვე ტომი, რომ წაკითხვა მოესწრო. რომ არაფერი ვთქვათ საქმის გააზრებაზე, ძვირფასო ტელემაყურებლებო და წაკითხulis გააზრებაში რა შედეგები გვაქვს? ყველამ კარგად ვიცით. 13 ტომი დაახლოებით არის 4000 ფურცელი ხალხო. პრინტერი ვერ ამობეჭდავდა ერთ ღამეში ამდენ ფურცელს. ფიზიკურად. თითო ფურცელი რომ ერთ წუთში წაეკითხა, მთელი საქმის წაკითხვას მოანდომებდა 66 საათს. აქედან გამომდინარე მოსამართლე შვანგირაძე შეიძლება მოსამართლედ ვერ გამოდგეს, მაგრამ მარველის ახალი სუპერგმილის დაბადების მომსწრენი ნამდვილად გავხდით ძვირფასო ტელემაყურებლებო. რეჟიმის ტყვეების სასამართლო მთელი დღე მიმდინარეობდა. ანუ მთელი ამ პროკურატურის და სასამართლოს სიყალბეს რაღაც სერიოზულ სახეს აძლევენ, აი ესე. თითქოს რაღაცას განიხილავენ. და ჩვენც მათ გულშემატკივრებს აზარტში გვაგდებენ ხალხს, მაყურებლებს. ნუ გვითრევენ აი ამ სანახაობაში. აბა ვის უფრო მაგარი საქმე მყარი არგუმენტები აქვს. აი მაგალითად დაცვის მხარეს თუ ბრალდების მხარეს. აი ნახე დაცვის მხარემ რა კარგად უპასუხა ამაზე, რა უნდა უპასუხოს იმან და აი ამ აზარტში ვართ. დიდი შოუ მიდის პროცესზე და მიკვირს ჩვენ რას ველოდებით ხოლმე არ მესმის. უსმენთ ინტერესით პროცესს. რომელ პროცესაც ერთი და იგივე ფინალი აქვს, ყველამ ვიცით. ეს იგივეა კინოში ერთი და იგივე ფილმზე, რომ დადიხარ, რომლის ფინალიც იცი, როგორ დამთავრდება, მაგრამ მაინც დიდი ინტერესით უყურებ და უსმენ. თან ეს ფილმი ყველა ნახვისას ცუდად მთავრდება, მაგრამ რატომღაც იმ იმედით მიდიხარ ამ კინოში, რომ ბოლო სცენაში რაღაცა შეიცვლება და კარგად დამთავრდება. რანაირად დამთავრდება, როცა ფილმი გადაღებულია უკვე. ხვდებით? აი ტიტანიკზე ყოველ დღე იმ იმედით რომ მიდიხარ, რომ ტიტანიკი გვერდს აუვლის აისბერგს, მაგალითად. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თვითონ ფილმია შესაძლებელი, მიხვდით რა შეესაქმე, ამიტომ რა ვქნათ, ჩვენს გვითრევენ და ჩვენც ვართ გაგვხადეს მაყურებლები. ნუ გადავდივარ სკანდალურ თემაზე. გიორგი ბაჩიაშვილმა საზღვარი გადაკვეთა და საქართველოსთან წავიდა. შეიძლება თქვა ამაში რა არისო სენსაციურიო, მაგრამ ბაჩიაშვილს პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა, ორი საქმე იყო აღძრული და სისტემა დაპატიმრებას უპირებდა. მოკლედ საქართველოს სასაზღვრო ზოლის სტატისტიკა ასეთია. ბოლო 4 წელიწადში საზღვარი გადმოკვეთა მესამე პრეზიდენტმა, მილიარდის ღირებულების ნახატებმა, ლომის ბოკვერმა, რომელსაც ძიუდოისტი ასეინებდა ბასლაინში და ქვეყანა დატოვა ბაჩიაშვილმა, რომელსაც თან ბიძინას დარდი და რამდენიმე 100 მილიონის ბიტკოინი ძვირფასო მეგობრებო. ნიშა შემოეპარათ, ბაჩიაშვილი გაეპარათ. მოკლედ ჩვენი საზღვარი ისია დაცული, ჩიტიც კი ვერ შემოფრინდება. ოღონდ მართლა ჩიტი თორე ადამიანები ჩაულებად გადიან, გამოდიან. შედი, გარდი არ არის პრობლემა. ჩემი აზრით საზღვრის დაცვის დეპარტამენტს უნდა გადაერქვა სახელი და გადი გამოდის დეპარტამენტი. აი ცოტა უხარისხო ხუბრობებიც მაქვს ხოლმე და აი გადი გამოდის დეპარტამენტი, ან ნინიას ბაღის დეპარტამენტი, ან რაღაცა მოუფიქროთ ადეკვატური სახელი. მართლა როგორ წავიდა ეს ბაჩიაშვილი, აი ვერ ხვდები რა. კაცი, რომელსაც ნახევარი სუსი თან დახვებოდა, ის კაცი გაეპარათ საზღვარზე. სავარაუდოდ ახლა ბიზნეს დავალებით გომელაური სრულიად ტიტველი სოლოლაკის რომელიმე კლდეზე უნდა იყოს გაკლული და ყავყორნები უნდა კორტნიდნენ.
ხომ ასეთი სამარცხვინო რაღაც დაემართა მთავრობას, მაგრამ ოცნების წევრები მაინც ცდილობენ თავი იმართლონ. ნახოთ რა საბობს ქართული ოცნების წევრი ირაკლი ქადაგიშვილის გამორჩეული არის გამონათქვამებში. ბაჩიაშვილზე. ხრელის მოყვარულმა შეიძლება არქიფოსეთურივით კაბა გადაცმულმა ტყეტყე მაგალითად ოკუპირებულ ცხინვალში და იქიდან გაეშურა სადღაც რუსეთში. აერია პერსონაჟები. ძალიან მარტივია, ნახე, რომ დაიმახსო, რომ არქიფოსეთური არის ბიძინა და ყვარყვარეები ხართ ოცნების წევრები. აი მორჩა. აბა ეხლა კითხე, შანსი არა ეხლა ეს აერიოს. ისე ქართული ლიტერატურაც მაგრად იცის ამ კაცმა, წაკითხulis რა მოგახსოვთ, მაგრამ ძირითადად ქართული ლიტერატურა ნაყურები აქვს ტელევიზორში. მაგრამ ერევა თუთაბერი არქიფოში, ჭრიჭინა ერევა აბეზარაში და იმას დღემდე ვერ ხვდება ხარება და გოგიას ბოლოს დათა თუთაშხია რატო კლავს. გადავდივართ საინტერესო თემაზე. რამდენიმე დღის წინ ესტონეთის მთავრობამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და სანქციები დაუწესა ქართული ოცნების ჩინოვნიკებს და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. ამ სანქციებთან დაკავშირებით საოცარი კომენტარი გააკეთა ქართული ოცნების ერთ-ერთმა სამაყო წევრმა, უდაბნოს არწივმა ირაკლი ზარქუა. მოდით ნახოთ ვიდეო. ერთი მინდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ ცანკა თუ ვიღაცა და ვინც დაგვიწესა ეს სანქციები უკან გაიკეთე. ეგ შენი სანქცია. სიყვარულით და პატივისცემით წალინჯიხით. ჩვენი უდაბნოს არწივი და დიპლომატიის მგელი აშკარად ძალიან გაღიზიანებულია. კაც ეხლა აბუ-დაბიში აქვს როკი მოხდილი. რა სანქციებით უნდა გააკვიროთ ეხლა? ტიპი ციხეში არაბ ლომებთან ერთად იჯდა იქიდან გამოვიდა ცოცხალი. სანქციებით გინდა ეხლა გული გაუხეთქოთ მაგას? თან მთელი 3 კვირა ციხეში იმ ფლოსტებით გაატარა, რომელიც წამების ტოლფასია და იმას გაუძლოდა ეხლა. კარგი რა, კარგი რა. ზარქუას რითი შეაშინებ? რითი სანქციებით? ყოჩახ ირაკლი რა, ეგრე მოუხდებათ მაგათ. აქაც რამდენიმე ევროპელი ელჩი რომ მოგიახლოვდება, ხო? მოსასალმებლად, იცი რა გაუკეთე? ჯერ დაუძახე, ო ელჩო. აი ეგეთი რაღაცეები შეიტანე რა დიპლომატიაში და თანამედროვეში. სანქციების და შეზღუდვების გამო აღშფოთებულმა არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ობახიძემ საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა კონკრეტულად გერმანიის მისამართით. მოდით ნახოთ რა თქვა. გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობ. არადა იყო დრო, როცა გერმანიამ მიიღო ირაკლი მის საუმაღლესი განათლება აზიარად ცივილიზებულ დასავლეთს წლების განმავლობაში უპატრონა. მოკლედ ირაკლი კობახიძე პატრონს ვეღარ ცნობს. ბოლო დროს თუ დააკვირდით, ქართული ოცნების წევრები და მათთან დაკავშირებული პირები ძალიან უცნაურ ქვეყნებში დადიან. ოფიციალური ვიზიტი. მოდით ნახოთ სად იმყოფებოდა ვიზიტით ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ტაჯიკეთის არჩევნებს აკვირდებოდა. მოკლედ კალანდარიშვილი ტაჯიკეთში არჩევნებს აკვირდებოდა, ხოლო მთელი ტაჯიკეთი კალანდარიშვილს აკვირდებოდა, ვერ მიხვდნენ სახეზე წვერისგან შექმნილი იმ გეომეტრიული ფიგურებით, რისი თქმა უნდოდა. ვიზიტის ბოლოს მხარეებმა გაცვალეს თურმე ინფორმაციები, ტაჯიკებმა ასწავლეს დამკვირვებლის გარეშე არჩევნების ჩატარება და ჩვენი ცესკოს თავმჯდომარემ ასწავლა წვერის ტეხილების კალმით მოხატვის უნიკალური მეთოდები და ხელოვნები. კალანდარიშვილი რომელიმე ქვეყნის არჩევნებს აკვირდება, მსგავსი ცინიზმი ტოლფასია იმისა, რომ მაგალითად ტერორისტები რომ სხვა ტერორისტებს აკვირდებოდნენ, რამე ტერორისტული აქტი არ ჩაიდინონო. ანუ რაღაც ამას გავს. ალბათ ყველამ ნახეთ წინაპარასკევს დონალდ ტრამპის და ვოლოდიმერ ზელენსკის სკანდალური შეხვედრა თეთრ სახლში. შოუ რო დაუდგეს და რო აკრიტიკეს. დაახლოებით როგორი დახვედრა იყო, იცით, აი ჩასიძებული კაცი რო სამსახურს დაკარგავს და კაპასი ცოლი და სიდედრი რო დახვდებიან სახლში წინასწარ მომზადებული პრეტენზიებით. აი ეგრე დახვდნენ თვითონ ზელენსკის ტრამპი და ეს ვენსი რო ყავს მეორე ძალიან უცნაური არის ეს ადამიანი. ტრამპი ზელენსკის შეხვედრა, ვინც ნახეთ თეთრ სახლში მიხვდებოდით ალბათ რომ ამერიკის სათავეში ქართული ოცნება კუბში არის მოსული. ზელენსკის გარდა ფსიქიკურად ჯანმრთელი არავინ იჯდა იმ დარბაზში. ბოლოს მეგონა სრულიად ტიტველი ილონ მასკი შემოვარდებოდა და ხალხის თვალწინ ხტუნაობას დაიწყებდა. აი ესეთი ამბავი მეგონა ბოლოს ესე მოხდებოდა.
მონოლოგის ბოლოს მინდა შევეხო ჩვენი ქვეყნის რეგიონებს, სადაც რამდენიმე დღე გადაბმულად იყო დიდ თოვლობა. მაშინ როცა საქართველოს სტიქია მოიცვა, მაშინ როცა ყველა იმედი დაკარგული იყო და არცაიდან ხსნა არ ჩანდა, მაშინ როცა ხალხი ხელის შაქნევას და დანებებას აპირებდა, გამოჩნდა ის სტიქიასთან მებრძოლი თოვლის მუსრელი ფიფქების რისხვა, ყინულის პრინცი არჩილ თალაკვაძე. სტიქიას 2 წრე დაარტყა და თბილი კერისკენ გაუჩინარდა. ხალხმა კი გადარჩენისთვის ბრძოლა საკუთარი ძალებით კვლავ განაგრძო. ნახოთ ამის ამსახველი ვიდეო მასალა ძვირფასოთელი მაყურებლებო. ხედავთ როგორი საქმიანი ვიდეო, მაგრამ რა არის იცი მშრალია, ვიდეო მშრალია. არ მეთანხმებით? აი მუსიკოსები ხართ, ხო? აშკარად მშრალია. მოდი ამ მუსიკაზე მოვსიჯოთ, როგორი იქნება არჩილის შემოსვლა. ეს ვიდეო რომ თავდება ბოლოს ტიტრები უნდა ადიოდეს, მონაწილეობდნენ არჩილ თალაკვაძე, ავთანდილ თალაკვაძე, რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი. მუსიკა ჰანს ციმერი, Universal Pictures-ი 2025 წელი. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე. კასტინგის მენეჯერი ბიძინა ივანიშვილი. არ ვიცი თუ არა, მაგრამ ტომ კრუზი და არჩილ თალაკვაძე არ იყენებენ კასკადიორებს. ეს ნამდვილად გადაღების დროს ეს ნამდვილია. ეხლა ტომი და ტომი ცოტა ასაკშია, მაგრამ ესეც არაფერს არ იყენებს. ყველა სცენაში თავად მონაწილეობს. რა სირთულის სცენაც არ უნდა იყოს. თელმა ჰოლივუდმა იცის აჩიკოზე და ტომზე ყველა ვიცის. მონოლოგი მინდა დავასრულო ლექსით, რომელიც სტიქიით დაზარალებულმა მადლიერმა მოსახლეობამ არჩილ თალაკვაძეს მიუძღვნა. როცა გვებრძოდა ამ ძლავრი სტიქია, შენ დანებება არც გიფიქრია, ადიდეს თუნდაც მტკვარი არაგვი, ჩვენს გვერდით არის აჩო თალაკვი. ესეთი მოკლე და საინტერესო ლექსით მინდა დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი მონოლოგი. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურ დაპორტმენტს ბენდი თამუნა ლეკვეიშვილს მადლობა. გადაცემის წარმოდგენია PSP.